დღეს გვესმა წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც უფალმა მოუწოდა მოციქულებს. პეტრეს, ანდრიას, იაკობს და იოანეს და უთხრა მათ, რომ ამიერიდან ისინი იქნებოდნენ ადამიანების მებადურები, უნდა მოენადირებინათ ადამიანები. მოციქულებმა ეს სიტყვა მაცხოვრისა შეასრულეს პირნათლად. სულთმოფენობა დღის შემდეგ მთელ მსოფლიოს უკადაგეს ქრისტე და გაავრცელეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. მოციქულთა თქმით, სარწმუნოება არის ერთი. ერთია ღმერთი, ერთია ნათლისღება და ერთია სარწმუნოება. როცა რაიმე საკითხი იყო განსახილველი, იკრიბებოდნენ. საქმე მოციქულთაში არის აღწერილი ადგილი წარმართა მოქცევის შესახებ, ჟული უნდა შეესრულებინა თუ არ უნდა შეესრულებინათ, ამის გამო შეიკრიბნენ მოციქულები და იმჟელეს და თქვეს, ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და მერე ჩვენს და დაადგინეს კანონები იმათვის, ვინც წარმართობიდან მოვიდა ეკლესიაში. ვინ არის მემკვიდრე მოციქულთა სწავლების? ვინ აგრძელებს იმად ნათქვამ სიტყვას? აგრძელებს დედა ეკლესია, მოციქულთა მემკვიდრეები, ეპისკოპოსები, რომლებიც ხელს ასხავდნენ ახალ ეპისკოპოსებს, სამდელოებას და ეს ხელდასმით არის მოსული ჩვენამდე. ჩვენ მადლობა ღმერთს გვიპყრია ის სარწმუნოება, რომელიც იქადაგეს მოციქულებმა შეუცვლელად, ზუსტად ისე, როგორც იყო ნაკადაგული. ისმის კითხვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იზრდება მართლმადიდებელი ეკლესია, როგორ იკურთხებიან ახალი ტაძრები, როგორ დგინდებიან ახალი სასულიერო პირები. სად ხდება ბრძოლა ეშმაკის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ? თითქოს იფურჩქნება. ეკლესია ყვავდება, იზრდება, გარეგნულად ასე ჩანს. მაგრამ ის, ვინც კარგად ერკვევა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებაში, მოციქულთა და მამათა მიერ დადგენილ წესებსა და კანონებში ხედავს, რომ დღესაც მიმდინარეობს ეკლესიის დევნა. იდევნება მართლმადიდებელი ეკლესიის სული, აი სული, რომელიც მოციქულებს ჰქონდათ. ისმის კითხვა, ვინ არიან დევნელი ამ მართალი სარწმუნოებისა? პასუხი არის შემდეგი: ყველა ის ადამიანი, ვისაც შემოაქვს სიახლე, ვინც ცდილობს დაივიწყოს ძველი კანონები და შემოიტანოს ახალი, გაამართლოს ის, რასაც არ აქვს გამართლება, შეცვალოს ის წესები, რომელიც დაადგინა წმინდა ეკლესიამ. ეკლესიის კანონები, თქვენ იცით, ეხება დოგმატიკას და ეხება ზნეობრივ საკითხებს. არ შეიძლება არც დოგმატურ საკითხებში, არც ზნეობრივ საკითხებში იყოს რაიმე შეტანილი სიახლე. იმიტომ რომ სიახლე არის სიცრუე. ის, რაც თქვა სულიწმინდა, თუ კი ამას ჩავანაცვლებთ, გამოდის, რომ ადამიანური ნაზრებით ვანაცვლებთ სულიწმინდის მიერ ნათქვამ სიტყვას. ყველამ გაიგეთ, ცოტა ხნის წინ ტელევიზორით ზარზეიმით გამცნეს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სამების გუნდი გაემგზავრა ვატიკანში. და იქ უნდა 26-ში, ანუ დღეს და ასევე 29-ში იგავება. ისმის კითხვა, ვისთან წავიდნენ? პასუხია პაპთან.
ჩვენ ესე გვამცნეს, რომ პატრიარქის მიწვევით წავიდნენ ეს ადამიანები ვატიკანში. ვინ არის პაპი? ესეთი კითხვა შეიძლება დაისვას. ამაზე პასუხობენ ეკლესიის მამები, რომ პაპი არის ერესიარქი, არის ყველა უბედურების მომტანი, რაც ხდება დასავლეთში. თქვენ იცით, პაპის მისახით ეკლესიას მოწყდა დასავლეთი, პაპიზმში შემდეგ აღმოსθენდა პროტესტანტიზმი, ამას შემდეგ მოყვა ფილოსოფიური მოძღვრებები და ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ დაივიწყეს ყველაფერი. დღევანდელი ევროპა რო იხშობა უზნეობაში, ეს ყველაფერი არის ამ ერთი ადამიანის დამსახურება. ღლერთ ადამიანში ეს პაპი არ იგულისხმება. აი ეს პაპები, რომელთაც დაიწყეს დამახინჯება დედა ეკლესიის სწავლების. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ კაცობრიობა მიცის სამი დაცემა: ადამის, იუდასი და პაპის. ახეთ ვის ადარებს? ადამს და იუდას. ხშირად თუ კი ვითვლით ხოლმე, რომ პაპი არის ერესიარქი, არის წვალებელი. საყვედურობენ. წმინდა მამები კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არ შეიძლება რაიმე არ თქვათ, იმიტომ რომ პაპს არ ეწყინოს. ყველაზე დიდი მტერი, რას პაპიზმი გაშტა და ძალა მოიკრიბა აღმოსავლეთის ეკლესიას, ხავს პაპიზმი. პაპი და მისი მიმდევრები. ისტორია ამას გვეუბნება. ჯვაროსნული ლაშქრობის მოტივით, თვითონ ჯვაროსნული ლაშქრობის გამო წარსულდნენ კონსტანტინოპოლს. შეესიენ ათონისტას. ამოხოცეს ილირონში ბერები. მოხუცები დაახრჩეს, ახალგაზრდები ებრაელებს მიყიდეს. კარიეში ამოხოცეს მართლმადიდებელი ბერები პროტი. ათონისტის წმინდა კოზმა ჩამოახჩეს. გადავიდნენ ვატოპედის მონასტერში. იქ ტყეში დაახრჩეს მართლმადიდებელი ბერები. შემდეგ გადავიდნენ ზოგრაფში, ბულგარელების მონასტერში. ზოგრაფელებს ეუწყათ თიშობელისგან, რომ უნდა მოსულიყვნენ პაპისტები. ერთ-ერთი ბერი, რომელიც ყოველდღე თიშობელს უკითხავდა დაუჯდომელს, როცა წარმოთქვა ასეთი სიტყვები, იხაროდნენ. ზალუძლო ეს ხშირად ითქმის დაუჯდომელში, თიშობელმა უპასუხა. შენს გიხაროდნენ, ღვთის მიერო მოძღვარო. ვერი შეცმა ასეთი ნათქვამის გამო და როცა ღვთისმშობელმა აუწყა, რომ მოდიოდნენ ლათინები მონასტრის დასარბევად და უნდა წასულიყო და ეუწყებინა ბერებისთვის, მაშინ მიხვდა რაც ხდებოდა.
ზოგრაფის ძმობის ნაწილი განერიდა ლათინთა დევნას, ნაწილი დარჩა კოშკში ჩაიკეტნენ, არა იმიტომ რომ ეშინოდათ, არამედ იმიტომ რომ ემხილებინათ პაპი და მისი მიმდევრები. თიშობელმა ასე უთხრა ბერს, ჩემი და ჩემი ძის ტრები მოდიან. ეკლესიის ისტორიაში არის ფაქტი, როდესაც ერთ ღირს მამასთან არ შევიდა ღვთისმშობელი, როდესაც გამოეცხადა ღვთისმშობელი ორ საკვირველ ადამიანთან ერთად და მიიპატიჟა ღვთისმშობელი ეკურთხებინა მისი კელია, არ შევიდა ღვთისმშობელი, რადგან უთხრა რომ შენო ჩემი მტერი ხოს კელიაში. შეწუხდა ეს ბერი, მთელი კელია გადაატრიალა და ნახა რომ ახლად ნაჩუქარ წიგნში იყო ორი ქადაგება უჟურო ნესტორის, რომელიც ამბობდა რომ ღვთისმშობელი არ არის ღმერთის მშობელი, არამედ არის ქრისტეს, ანუ კაცის მშობელი. ეხლა ისმის კითხვა, თუ კი პაპი და მისი მსახურები არიან ღვთისმშობლის და მისი ძის მტრები, იქ რო ჩახვარ და ამ კაც უგალობებ ავე მარიას, ქართულად არის ღვთისმშობელი კალწული. ღვთისმშობელი კიდე დაგიფარავს, კიდე დაგიცავს. ათონის თაზე ამ დევნის დროს ორმა მონასტერმა მიიღო პაპისტები. დიდმა ლავრამ და ქსიროპოტამმა. ქსიროპოტამში შესაძლოა წამს ითქვეს ეკლესია გაიმზარა. და ამ ტაძარში იყო 40 სებასტიელის სახელზე ეს ტაძარი, ხე რომელიც 40 ნაყოფს იღებდა ყოველ წელიწადს და იკურნებოდნენ ვით შეჭამდნენ 40 სებასტიელის საპატივცემულოდ. იმის მერე ეს ხე გახმა. აღარ არის ეს ნაყოფი. და ის ბერები, რომლებმაც დილავრაში მიიღეს პაპისტები, არ გაიხსნენ, დარჩნენ შავები. და ისეთი საზარელი სახილველები არიან, რომ დამალულიათ, არავის არ აჩვენებენ ამას. ამიტომ ჩასვლა ვატიკანში და პაპის წინ გალობა არის ცოდვა. თქვენ უიფიქრეთ, რომ პაპი მხოლოდ წარსულში ებრძოდა ეკლესიას. პაპი ეხლაც ებრძვის ეკლესიას, მას აქვს სურვილი, რომ დაიმორჩილოს აღმოსავლეთი, ანუ მართლმადიდებლობა. სწორედ ამიტომ ხდება აღმოსავლეთის პატრიარქებს, ხდება ეპისკოპოსებს. სწორედ ამ მიზნით ჩაატარდა კრეტის კრება, რომელმაც მოციქულთა კანონების საპირისპიროდ ისეთი წესები მიიღო, რომელიც ეკლესიის კანონებით არის დაგმობილი. ისმის კითხვა, თუ კი მოციქულთა და მსოფლიო კრებებს ხელმძღვანელობდა სულიწმინდა და კრება ტარდება, რომელსაც გამოაქვს განჩინებები იმ კრებათა საწინააღმდეგო. ვინ ატარებს ამ კრებას, ვინ ხელმძღვანელობს? კაცობრიობის მტერი, ბოროტი, სული. მოვა დრო და ამ კრებას დაერქმევა როგორც ძველ ასეთ კრებებს აჩახთა კრება. ამ კრებამ ერთ-ერთი კანონი მიიღო, რომ შერეული ქორწინებები არის მისაღები. ჩვენ ხო არ მივიღეთ ეს კრება, მართლმადიდებელმა საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო. მაგრამ დასავლეთში რო არიან ჩვენი მრევლი, ჩვენი ახლობლები, რომლებიც ქორწინდებიან არა მართლმადიდებლებზე და მიდიან ტაძრებში, ხშირად არის შემთხვევა, რომ იქაური სასულიერო პირები ეუბნებიან, არ არის საჭირო რომ მონათლო ის ადამიანი.
თქვა კათოლიკზე თხოვდება დევნება რომ მამა მოდი ჯერ მოუნათლოთ და მე ჯვარს დავიწერე, ეუბნება არ არის საჭირო. იმიტომ რომ კრეტისკების კანონებში არის შერეული ქორწინების საკითხები. მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ყველაზე დიდი მტერი თანამედროვე ეკლესიას ყავს პაპიზმი და ის მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც თანაუგრძნობენ პაპიზმს. ანუ არიან განმაახლებლები, მოდერნისტები, რომელთაც შემოაქვთ სიახლე ეკლესიაში. სწორედ ამიტომ წასვლა ვატიკანში გალობა ამ ურჯულო კაცის წინ, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა სახრისტიანოს არის უმძიმესი ცოდვა და საეკლესიო კანონების მიხედვით მოციქულთა სოფლიო კრებების, ადგილობრივი კრებების კანონებით ეს ადამიანები ექვემდებარებიან საჯელს. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როცა შეიძლება შეხვიდე არამართლმადიდებლურ ტაძარში, ისიც მაშინ, როდესაც არ არის ლოცვა, თუ იქ არის რომელიმე მართლმადიდებელი წმინდანის ნაწილები. მაგალითად, რომში არის პეტრე და პავლეს ნაწილები, სხვა მოციქულებსაც. უნდა შეხვიდე, მოილოცო, ოღონდ იმ დროს, როდესაც არ არის ლოცვა და შარე გამოხვიდე იქით, რადგან ის ადგილი უკვე არის ქცეული ეშმაკის საკრებულოდ. ისმის კითხვა, აი მე რო თქვი, რომ ყველაზე დიდი მტერი ეკლესიას ყავს პაპიზმი და მისი მართლმადიდებელი მიმდევარი იერარქები, რა მაძლევს ამის თქმის უფლებას. გაიხსენეთ ისტორია, ვინ დევლიდა გრიგორი პალამას. ფარული კათოლიკები, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები. მარკუს ზეფესელი, როდესაც იყო ფელარო ფლორენციის კრებაზე, ყველაზე დიდი კამათები ბოლოს მოსდიოდა მართლმადიდებელი იერარქებთან. ბესარიო ნიკიელთან და კიდე სხვებთან, რომლებიც იყვნენ მიმდევრები პაპიზმის, უნიის მომხრეები. იბადება ესეთი კითხვა, აი როდესაც იერარქი გვეუბნება რომ ისეთი რამე უნდა შევასრულოთ, რაც არის ცოდვა, უნდა შევასრულოთ თუ არ უნდა შევასრულოთ. ამის მაგალითიც არის წმინდა წერილში. როდესაც იაკობ და იოანე, პეტრე და იაკობ მოციქული, პროსად იოანე მოციქული შეიპყრეს, რომ გადაგიდნენ ქრისტეს სახელით ფარისეულებმა, ჟურის მოძღვრებმა და ჩასვეს საპყრობილეში და ანგელოზმა გაანთავისუფლა იქიდან ისინი და კვლავ ტაძარში დადნენ და დაიწყეს სიტყვის გადაგება, როდესაც უთხრეს მათ რატო გადაგებდნენ, ხო უთხრეს ვაღარ ეკადაგათ იესო ქრისტეს სახელით, მათ უთხრეს ჯერას მორჩილება ღვთისა ვიდრე თქვენი და არ დაემორჩილე. პავლე მოციქული წერს ქრისტიანებს, მე რაც გახარეთ, რაც გასწავლეთო, სხვა ვინმე რომ მოვიდეს და მის აწინააღმდეგო გასწავლეთო არ მიიღოთ. ანგელოზის რომ მოვიდესო არ მიიღოთ. ანგელოზი კი არ მივიდოდა და ეტყოდა სიახლის ქრისტიანებს, არამედ სრულმოძღვრები რომ გამოჩნდებოდნენ, რა ავტორიტეტიც არ უნდა ქონოდათ მათ, მათი მოძღვრება არ უნდა მიეღოთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. და ხშირად გვიყვარს თუ არ გვიყვარს, ღმერთი ჩანს იმაში, უბრალო ადამიანს მიყვები, რომელიც სწორად გადაგებს რწმუნებას, თუ იმას, რომელსაც აქვს შექმნილი ავტორიტეტი, რომ თითქოს არის დიდი ადამიანი და მას გაყვები თუ არ გაყვები. ესეთი დრო იყო ნესტორის დროს, არიოზის დროს. დიდი ორატორები იყვნენ ესენი, მაგრამ ეკლესიამ მათი მოძღვრება არ მიიღო, დაგმო და ესენიც გადასცა ანათემას. დასავლეთი დღესაც და ადრეც ყოველთვის პიროვდება დახმარებას და საფასური ყოველთვის არის სარწმუნოება. საფასური არის ყოველთვის ზნეობის დათმობა. ეს ნუ გონიათ რომ მხოლოდ ადრე ხდებოდა, ეს ეხლა ხდება. დასავლეთი უანგაროდ არაფერს არ აკეთებს. ყველაფერში აქვს ჩადებული მიზანი და
მიზეზი თავარი არის, რომ დაიმორჩილოს აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია. დავთმოთ ჩვენი წესჩვეულებები და ვიცხოვროთ ისე, როგორც უნდათ პაპისტებს. როგორც უნდათ უკვე პაპის გიდან აღმოცენილ თანამედროვე ლიბერალებს.